ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციურმა ფლანგმა დაიბრუნოს თავისი ძირითადი ფუნქცია. დასაწყისისთვის საჭიროა, რომ პასუხისმგებლიანი პერსონები შემოვიდნენ პოლიტიკაში, რომლებსაც არ შეეშინდებათ საკუთარი გამორჩეულობის და რეალურად შეძლებენ პროგრესზე ორიენტირებული ახალი სტანდარტების ამოქმედებას. დროსთან და სიტუაციასთან მიმართებით, ადეკვატური ჯანსაღი კონკურენტული გარემო დაარეგულირებს დეფექტურ პროცესებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა პოლიტიკოსების ჩამოყალიბებისთვის. უსუსურ და მხდალ პარტიებთან პაექრობაში დეგრადაციას განიცდის მისი ყველა მეტოქეს. ამ არაჯანსაღი პროცესებით გამოწვეული სანახაობებით ისინი შეგნებულად აჭიანურებენ იმპოტენციალის ათვისებას, რაც დიდი ხნის წინ უნდა მატერიალიზებული იყო მშვიდ და სტაბილურ გარემოში. უამრავი შესაძლებლობა რჩება სათანადო ყურადღების მიღმა დღესაც, იმისთვის, რომ მოსახლეობაში გაჯანსაღდეს მენტალობა, გაფართოვდეს თვალსაწიერი და გაუმჯობესდეს ცნობიერება. არსებულ რეალობაში შეუძლებელია მომავალი სამთავრობო გუნდის ფორმირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაცემების განვითარებაც, რაც დროსთან და სიტუაციასთან იქნება ადეკვატურ თანხმობაში.